წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარით განისაზღვრება, ხოლო განმეორების შემთხვევაში დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამავდროულად დაანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანი თუ ზიანის ოდენობა აჭარბებს 1000 ლარს პირის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე, ხოლო დიდი ოდენობის წიწვოვანის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 3000 ლარს, სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე. მარნეულში ბოლო დღეებში კვერცხის, განსაკუთრებით კი სოფლის კვერცხის ფასი საგრძნობლად გაიზარდა წინა საახალწლოდ, როდესაც კვერცხის საახალწლო სუფრის მზადების ერთ-ერთი მთავარი პროდუქტად ითვლება. მისი გაძვირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გამყიდველები ამას ქვეყანაში კვერცხის დეფიციტს უკავშირებენ. ამჟამად სოფლის კვერცხი 80 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს, ხოლო სუპერმარკეტებში ერთი ცალი კვერცხის ფასი 50-დან 60 თეთრამდე. მომდევნო წლის მარტიდან ივნისის პერიოდამდე ქვეყანაში ეტაპობრივად იწყებს ოპერირებას არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი ავიაკომპანია, ასევე გერმანული ავიაკომპანია და ავიაკომპანია ნორვეგიანი.